სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ეტურთოს, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ესეთია, რა განსხვავებაა რეფორმატორებსა და პურიტანებს შორის? არსებობს რაიმე განსხვავება რეფორმატორებსა და პურიტანების შეხედულებებს შორის, როცა საქმე ეხება პიროვნების მორწმუნის რეგენერაციას. ეს საკმაოდ მარტივი კითხვაა და მე ასე ვუპასუხებდი. რეფორმატორებმა, როგორც ვიცით, მარტინ ლუთერმა, ცვინგლიმ, მელანქტონმა და სხვებმა ძირითადად ჩამოაყალიბეს და კრისტალიზება გაუკეთეს რეგენერაციის შეხედულებას, რომელიც მერე პურიტანული შეხედულება გახდა. პურიტანებმა მოგვიანებით, ეს დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ისინი გამოჩნდნენ სცენაზე და ამიტომ პურიტანები რეფორმაციის შედეგად წარმოშობილ რეფორმატული ხსნის დოქტრინას მიეჯაჭნენ და პირდაპირ გაგებით ის აიღეს ასე. ასე რომ დიდი განსხვავება ნამდვილად არ იქნება. პურიტანებმა ეს ძირითადი შეხედულება აიღეს, განმარტეს, ექსტრაპოლაცია გაუკეთეს, განავითარეს და გაამდიდრეს თავიანთი დიდი მოცულობითი შრომებით. და ისინი წარმოუდგენელი იყო. ზედმიწევნით მათ ყველაფერი ახსნეს და მათ რაღაცა არ ქონდათ რაღაცა ტერმინალური რაღაცა ტერმინების დახვევება. არა, მათ განმარტეს ყველა ტერმინი და ყველაფერი დაწვრილებით გადმოცეს. მათ არ იცოდნენ თუ როგორ შეენარჩუნებინათ ეს ყველაფერი. ამიტომ ისინი უფრო და უფრო ღრმად ჩაწვნენ და უფრო ფართედ და დიდრულად გააფართოვეს ყველა ეს გაგება, რაც რეფორმატორებმა დატოვეს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უზომოდ ვალში ვართ ამის გამო მათ მიმართ, რადგან მოკლე პასუხებისა და სწრაფი ესეთი სამყაროში ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ძალიან შემოვიფარგლოთ ხოლმე სწრაფი დაიჯესტური პასუხებით. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ პურიტანული ლიტერატურა დღეს ხალხისათვის ასეთი მიმზიდველი გახდა, რადგან უკან ბრუნდებით, ის გვაბრუნებს უკან და ასე ღრმად ვიძირებით, რომელიც ძალიან გამაგრილებელია და გამომხნევებელია ასეთ საკითხებთან მიმართებაში, ჩვენი თანამედროვე დროის ზედაპირულ მიდგომების ფონზე.